თოვლის პაპას წერილი დავუწერე. და ეს გრაგნილი რამ დაგაწერინა, ომარიკო, თოვლის პაპა ეს მილიონერი კი არა, კაცო. 300 ლარი აქვს პენსი. წერილია. ფული თუ არ იყოფა კიდე დაალომბარდოს თავისი მარხილი. თოვლის პაპას დაელაპარაკები, უთხარი რომ პირველი საჩუქარი მინდა ყველაზე მეტად 23 და 77. რო კითხო მათემატიკას ვერ სწავლობს და კი ჩამოუწერია 84 საჩუქარი, ლეპტოპი. ვაიმე ეს მეც კი მინდა ისე რა ხარნია. ინგა როდის ველოდებით თოვლის პაპას დასავლეთ საქართველოდან. არ ვიცი დაურეკავ საღამოს და მეტყვის ალბათ. ომარიკო მიდი რა ტუალეტის ქაღალდი გაიტანე იქ, რო არ დაიწყოთ მე ყვირილი გამოილიაო. თიკო ხო გავდივარ დღეს ნაძვის ხეზე. იმზად ვარ უკვე და როცა გინდათ გამომიარეთ. აუ მეც წამიყვანე რა ნაძვის ხეზე. ვერცად ვერ წაგიყვან. ინგა იცით იქომ თავის შეყვარებული უნდა გამაცნოს დღეს. Facebook-ზე ვნახე მაგ ბიჭის ფოტოები და მშვენიერი ტიპია. თან მუშაობს, თან სწავლობს. 20 წლის არის. იყავი ომარიკო შენ სახლში. ლია დეიდა უნდა გამოვიდეს და ასე თქვა პეროგი უნდა გამოვუტანო. всё, წავედინე გავდივარ და მანქანით მომიყვანენ მე თიკო და ის ბიჭი. ხო ხოდაშორის იმ ბიჭს მანქანაც ყავს. წადი ხო? დედო ცოდნია ყველაფერი და რაღა უნდა გაიცნოს ნეტა. ომარიკო სად ხარ? ტუალეტში. სანამ ეს გამოვასწრებ. ხო დედა როგორ ახარა პარაშვები? რა ვიცი აბა ნელა. როდის ჩამოდიხარ შენ სოფლიდან? საჩუქრების სია ხო ნახე. რა ვქნა კაცო ჩამოწერა ბავშვმა და იმას ხვარ ვეთქვი ხა თოლის პაპა არ არსებობს მეთქი ხო?